წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. საამშვიდობის ძვირფასო მეგობრები, მოდით დავარგო, ვიცით, არა მაგ ეს ტრადიცია, მაგრამ გეტყვით ახლა ვიცი რომ მრავალრიცხოვანი კომაკი არის მოლოდინში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ახლა ჩვენი საინფორმაციო საშუალებები სანამ გააჟღერებენ, აქ მოგასვით რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 20 წუთის წინ დაასრულა შეხვედრა უზბეკეთთან, ეს იყო წლის პირველი მატჩი, ამხანაგურის შეხვედრა, სადაც საამიროებში დუბაიში ვაგებდით, შემდგომ შონიასა და საბლაჯანიძის გოლები დავწინაურდით და შომურუდომა უზბეკმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ შეხვედრა ფრე 2-2 დასრულდა. ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას აქვე საამიროებში ერთდღიანი პაუზის შემდეგ ზეგ დამდეგ 4 შაბათს უკვე იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ახლა კი 2017 წლის ჩვენი სპორტაიმის პირველი გადაცემა, რომელიც კალათბურთს ეხება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, მათ წეს გადაუჭარბებლად კაცი, ვის მხრებზე სხვადასხვა საკმაოდ რთულ, საკმაოდ მძიმე, აი იმ პერიოდში, როცა რატომღაც იყო ალბათ უფრო სუბიექტურ მიზეზთა გამო ვიდრე ობიექტური, შეჩერდა თაობათა ასე ცვლის საკმაოდ ურთულესი პროცესი გაგვიხანძლივდა, აღარ მოდიოდა თაობა და მის მხრებზე გადაიარა სხვადასხვა მაშინ ქართული კალათბურთის ფლაგმანის თბილისის დინამოს საკმაოდ რთულმა და მძიმე ეპოქამ ბატონი გია სანაძე, ეროვნული ნაკრების იმედის მომცემი ფორვარდის დუდუ სანაძის მშობელი მამა, ამჟამად ბატონი გია გახლავთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი და აქტიურად ბუნებრივია მას ვერ წარმოუდგენია ქართული კალათბურთის გარეშე ცხოვრება და აგრძელებს თავის მოღვაწეობას, თავის დიდარ გამოცდილებას, ახმარს ქართული კალათბურთის განვითარებას. ბატონო გია, საღამომშვიდობის და მოდი იცით, დავიწყო ჩვენი წლის პირველი გადაცემა ეს კალათბურთთან დაკავშირებით, კარს მომდგარია საკმაოდ რთული თაობა და ცვლის პროცესი და ამ გადასახედიდან ეხლა თქვენ უშუალოდ ესწრებოდით და კომისარის ბრძანდებოდით სეზონის პირველი, უბრალოდ წლის პირველი ტიტული გადამოშთა ქუთაისში, ქორქია საგანდელიძეს მემორიალზე და როგორი შთაბეჭდილება გრჩება და რამდენად მოდის ახალი თაობა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს. ხო, ეხლა ბაჩულიაზე აღარ ვლაპარაკობ, შესაძლოა და იმედია რომ ზაზა როგორც კლასიკური ეგრეთ წოდებული NBA-შნიკი ითამაშებს შესაძლოა 38 წლამდე თავისუფლად უკვე და იმედია ფიზიკური კონდიციები მისცეს, მაგრამ დანარჩენი ხო უკვე არაერთი მოთამაშე უკვე შეიძლება ითქვას ზღვარზეა, ხო? სანაკრებო კარიერას გულისხმობ. მოგესალმებით თქვენ მსმენელს. რაც შეეხება მომავალი თაობას, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მოდის, მაგრამ ხელშეწყობა უნდა ამ მომავალ თაობას ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პირველ რიგში. მე ვიმყოფებოდი ქუთაისში, მე მინდა მადლობა უთხრა, შესანიშნავი ორგანიზება იყო ქუთაისში გაწეული მერიის მიერ, სასტუმრო კვებით, გუნდების დაბინავებით, ასე რომ ერთი კარგი გაწინ გადადგმული ნაბიჯია ეს ჩვენი კალათბურთის განვითარებისთვის. რაც შეეხება ახალგაზრდა მოთამაშეებს, ცოტა ისე ვიტყვი, რომ ჩვენ აუცილებლად მათთვის უნდა შევქმნათ ყველა პირობა, რომ ბიჭები ჩვენი ახალგაზრდა თაობა დარჩეს საქართველოში და საქართველოშივე მოვამზადოთ იმ ინფრასტრუქტურით, რაც გვაქვს ამ მომენტში, იმიტომ რომ უცხოეთში წასვლით ახალგაზრდები უფრო მე ვთქვი, რომ თუ ძალიან დიდი ტალანტი ახალგაზრდა არ არის და მიდის არ არის 2 და 10, უფრო დიდი ნაკლები ყურადღება აქვს ამ მხრივ, იმიტომ რომ დაბალტანიანი მცველები, მეორე ნომრები, პირველი ნომრები იქაც ყავთ და არ იკლავენ ძალიან დიდად თავს ისინი, რომ ვინმე გაზარდონ. მათ უფრო იჩაგრებიან, მათ უფრო აინტერესებთ მაღალი ტანმაღალი მოთამაშეები, რომლებიც ჩვენ ეხლა წყობს მაგალითად ბითაძე თამაშობს სერბეთში, იქ მამუკელაშვილია წასული, მაღალ კალათბურთელებს ამერიკაშია, კი, ამღარებს ცოტა რაღაც პრობლემები არის იმასთან მოქალაქეობასთან დაკავშირებით და ეს ალბათ გადაწყდება სასიკეთოდ და არ შეიძლება ამ ახალგაზრდა კალათბურთელის დაკარგვა და კიდევ იმ თემას დაუბრუნდები და ეს ბასკონიის პროექტი, რომელზეც ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ, ეს ნაბიჯი იყო, რომ როგორმე ვთქვათ შეიძლება არ იყოს მოთამაშე, ვთქვათ 2 და 10, 2 და 5 და მაინც
უცხოეთი დაინტერესებს უცხოელი სპეციალისტები ამ მოთამაშეებით და ბასკონიაც ერთ-ერთი ესეთი პროექტია. სულ სამი პროექტია, იცით დღეს აი მე ქართულ სპორტულ სამყაროს გულისხმობ, რასაც რეალურად წარმატებული პროექტი უწოდოთ, ეს არის სათამაშო სახეობებში ის პრაქტიკულად ერთი მოდი ასე ვთქვათ, რომ სერიოზულად არის ჩამული ქართულ რაგბში იგივე თუ გნებავთ ფრანგული დესანტი უწოდოთ და აგენტები სერიოზულად მუშაობენ და ეს გაცილებით უფრო ჩემი აზრით უფრო გაფართოებული, იმიტომ რომ თავად ფედერაციამ მიზრუნო და იზრუნო ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, რომლის საგალობლიტო სკოლა, მოდი ასე ვთქვათ, ნუ ვიტყვით, თლად საუკეთესოს, მაგრამ უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და იქ ბედნიერებაა ნებისმიერი. არა, რა თქმა უნდა, მე ერთი წლის უკან საფხულში გახდით ბასკონიაში, მე თვითონ ნახე რა პირობებში უნდა ყოფილიყვნენ ბიჭები და ავათვალიერეთ იქ ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ატმოსფეროა, ვარჯიშის ხრივაც ყველაფერი, მაგრამ ბასკონიის მოდი ბადროგია თქვენ ნებართვით გასწავლეთ, გააწოდეთ და მოგვიანებით დაუბრუნდეთ, უფრო ცლად გავჩალოთ ეს თემა, რომელიც ვიცი რომ მსმენელს აინტერესებს მაქსიმალურად, ისე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, მერწმუნეთ მაინც ბოლომდე ასე კარგად გათვითცნობიერებული და ინფორმირებული მსმენელი არ არის და ჩვენს გაცემაში დღეს აუცილებლად ძვირფასო მეგობრებო შევესწრებით აი სრული და ნათელი სურათი შეგიქმნათ უშუალოდ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. მე მინდა მემორიალს დავუბრუნდე ბადროგია და საერთოდ სუპერლიგას. თქვენ პრაქტიკულად ეხლა უკლებრივ გამომდინარე იქიდან რომ რიგ შეხვედრებზე ბრძანდებით უშუალოდ კომისარი და საკმაოდ საბასოულისგებლო პოსტი გიყრიათ ხელთ ხო აბსოლუტურად ყველა მოთამაშე ასე თქვენი თვალთახედვის არეში იმყოფება და ბანუკი თქვენ ბრძანეთ რომ იცით რა არის ვეცადოთ რომ თუ არა ეს ყველა ინდივიდუალურად ნუ გავუშვებთ მოთამაშეებს აი ისე ზოგადად რა საკამდე შეგვიძლია თქვა და აი თქვენი აზრი რა საკამდე უპრიანი რომ ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშოს ასაკობრივი ჩვენ საქართველოს ჩემპიონატები ტარდება თითქმის 12 თითქმის ყველა ასაკობრივი და ყოველთვის აქ არა ძალიან პატარა არა ნუ 13 14 წელი 15 16 წლამდელებიც ჩვენ შეგვიძლია აქ აღზრდა ბავშვების უბრალოდ ამ მომენტისთვის ზუსტად ამ ხრივ არის სამუშაო რომ არ არის ინფრასტრუქტურა სადაც ბავშვს დაკავდება დარბაზში საკმაოდ დროით განმავლობაში საათი და საათნახევარი ვარჯიში არაფერი არ არის დამერწმუნდით რა ვარჯიში როცა 15 წლიდან ბავშვი მინიმუმ 6-5 საათი დარბაზში უნდა იყოს რომ აი ყველაფერი მოასწროს იქ სპორტსნებზე სავარჯიშოა ტაქტიკურად სავარჯიშოა ტექნიკაზე სავარჯიშოა და ინდივიდუალურად არა კი ბატონო საერთო ვარჯიშს მე მსვლელებს ახლა მაგას არავინ არ დაზარდება ბავშვის აღზრდა როცა გინდა ხარ დარბაზში და ავარჯიშებ მაგრამ საქმე იმაშია რომ ამდენი დრო ამდენი დარბაზი არ არის და ამდენი ამ დროც არ არის ამ დარბაზებში მაგალითად კი ბატონო მაგალითად ჩვენი სკოლა ჰიუნდაი საქართველოს სკოლის დირექტორიც გახლავართ მე და კარგად ვიცი მაგ თემები სკოლაში ბავშვები ყავს საათნახევარი 2 საათი გადის შემდეგ ახალი ჯგუფი შემოდის ჩვენ სკოლის დარბაზში ვართ შეკედლებული და 4 საათიდან ვიწყებთ ვარჯიშებს დარბაზები არ არის ანდა თუ არის ეხლა შეიძლება მაგ თემასაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი რომ ახლა გვიხარია ჩვენ და გვინდა რომ კარგია რამოდენიმე დარბაზი შენდება თბილისში თქვათ იქვე რუსთავში უნდა ქუთაისში ბათუმში და საქმე რაშია ისი აშენდება ეს დარბაზები გვიხარია მაგრამ იქ ძალიან ძნელია შესვლა და ვარჯიში იმიტომ რომ იმის მომსახურეების იმის იმხელა გადასახადია იმ დარბაზების რომ არც მერია იხდის იქაური რომ ჩართოს გათბობა და სუგათბობა იყოს ან შუქის ფული გადაიხადოს წყლის ფული და ფაქტურად დაკეტილებია თუ ეს თემა არ გადაწყდა და დარბაზი ვინმე არ აიღო თავის ბიუჯეტზე და იმის კომუნალურები მაინც იხადა რომ адам ხალხს კონდეს ბავშვებს საშუალება შესვლა და ივარჯიშოს იქა იმის თანხებს ვერშობლიდან ამოიღებ და ჯერ არასწორია ბავშვებს არსად არ ახტევებენ ფულს როცა დადიან კალათბურთზე ჩვენს გარდა მაგალითად ჩვენს გარდა იმიტომ რომ ყველას ეს არის სოციალური პროექტი ბავშვები უნდა გაიზარდონ ქვეყანამ უნდა გაზარდოს და არა მარტო მშობელმა მაგალითად და იხადოს თანხები და კიდევ ერთხელ რომ არანაირი თანხა ვერ დაგიფარავს იმ დამხელა დარბაზის გაზის და გათბობის გადასახადს თქვათ თუ სახელმწიფომ არ დაადგა ამ ხრივ გვერდით აი ქუთაისის დარბაზი მაგალითად მარტო სუპერლიგას ატარებს იმიტომ რომ ბავშვებს ვერ უშვებენ იქ ვიღაცა ვერ იხდის იმ გაზის ფულს და აქვთ დაკეტილი ეს დარბაზი
სუპერლიგის დროს გააღებენ 3 საათი ადრე ჩაირთება გათბობა და მორჩა დამთავრებულია და ბავშვები ისევ ვარჯიშობენ ზუსტად შარშანაც ვისაუბრეთ ჩვენ ამ თემაზე თქვენთან რო ვიყავით გადაცემაში ისევ იმ ძველი დროს სული საწყალი სულიკო თორთლაძის ყოფილ დარბაზში სადაც ის ავარჯიშებდა ისევ იმ საყინულეში და აი ასეთი პირობებია და აი იმ პირობებზე არის სალაპარაკო თუ არავინ მსვლელი და არც ერთი ბავშვი არ წავა აქედან პატარა ასაკში და ჩვენ თვითონ მოვულით იმიტომ რომ როგორც ეხლა მოგახსენეთ ჩვენ Hyundai-ის გუნდი პირველი ლიგის გუნდით შევქმნით ეხლა ჩვენ სადაც გვინდა ეს ჩვენი გაზრდილი ბავშვები ვათამაშოთ ჩავაბათ იქა მაგრამ ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ ისინი და მაქსიმალ სრული დატვირთვით და აი სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალება არ აქვს სად დარბაზი ერთი დარბაზია თბილისში და ეგ არის რა ბადრუგია ბარემ გავაცხოთ გუნდი ვინ უშუალოდ თქვენ ბრძანდებით კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მსვლელი და თანაშემწე? მთავარი მსვლელი არის ნიკო ჩერქეზიშვილი, ქარაბაქია თანაშემწე, ნიკოლაძე გიორგი ჩამოვიდა, Hyundai-ა მთავარი სპონსორი, რომლის მეშვეობითაც ყოფილი თანაგუნდები კი, დიდი ხანია გვაქვს ჩვენი სკოლა. ქარაბაქი და მესამე გიორგი ნიკოლაძე, რომელიც იყო ახლახან ჩამოვიდა ამერიკიდან, ისიც ჩავრთეთ სკოლაშიც იმუშავებს, იმუშავდა გვინდა აი სულ ახალგაზრდები ყავს, 3 უცხოელი ჩამოვიყვანეთ მარტო ამერიკიდან. და პირველი თამაშიც მოვიგეს. აი სამივე არის გალბურდის ფანატები. გვინდა რომ ეს 20 მოყოლებული, აი ასე თავზდებდნენ გალბურდი. გვინდა რომ ეს 20 წლის, 18 წლის ბავშვები ნელ-ნელა და სხვათა შორის ძალიან კარგი ბავშვები ყავს, ფევაძე და კორსანტიაო 1 2 და 5 1 2 და 6, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავიანთი თავი და გვინდა ეს ბავშვები ჩვენ აქ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ, იმიტომ რომ როგორც ჩვენ მოვეპყრობით მათ აქ იქ უცხოეთში თავზე მათ ხელს არავინ არ გადაუსმევს და იქნება ძალიან იქნებიან ძალიან ისეთ კონკურენციაში და ჩვენთან ყველაფერს მივცემთ იმისთვის რომ ითამაშონ მაგრამ უნდა გქონდეს ამის საშუალება რა თქმა უნდა ბანრუგი მარტო ბიზნესი ვერაფერს ვერ იზამს არა ბიზნესი კი არა მთავარი თქვენ ბიზნესმენი დილემას მე მინდა უბრალოდ შევახსენო ეხა იმ თაობას ეხა ეხა ჩემი თაობა იყო თქვენი უდიდესი კომაკი და წინა თაობებს ეხა მოდიან ახალგაზრდა თაობები რომელიც თქვენ ვერ მოგისურვებთ მოედანზე და მე ეხა მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვარო ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი ბატონი გია თბილისის დინამოს ლიდერთაგანი, აი, რაც ბძანა 5-6 საათის განმავლობაში საშუალოდ 800 იყო ბანუგია. აი, თქვენი ულამაზესი ის ეგრეთ წოდებული ოქროს ხელი იყო ჩუბინის სნაიპერი, საოცარი ესე საგალბურთო ენაზე რო თქოდეს, ამ სროლის დაყენება სჭირდებოდა ტიტანური შრომა. ჩვენ ცხოვრობდით დარბაზში. მე ბაზა თბილისის დინამოს ბაზა ალბათ ბევრს მოეხსენება, იქ საცხოვრებელი ოთახებიც და მართალია, მე წინ ცხოვრობდი ზუსტად ბაზასთან ძალიან ახლოს, მაგრამ იქ რჩებოდი, იმიტომ რომ წარსულის დროც არ მინდოდა რომ დაკარგულიყო და ფაქტიურად ცხოვრობდი და ეხლა ცოტა გადახვევას გავაკეთებ და ის კალათბურთელი ჩვენ რომელიც ყველაზე კარგად მოგწონს ახლა ბევრ ჩვენთანგას კარი ამერიკის Golden State-ის მოთამაშე ჩვენი ზაზას თანაგუნდელი დარბაზში გაიზარდა ის კაცი და მამამისის გვერდზე იდგა და იქ ეძინა იქ ჭამდა და იმით აბა ისე არ ხდება ასე ბურთი შაგდება კალათბურთის დარბაზში ცხოვრებით ხდება და აი აქ დაღამე იყოფ რა ვქნათ ისიც რა არის მესმის რომ ცოტა შეიძლება იცით უკაცრავად და რაღაც ალოგიკურ კითხვას გისვათ მაგრამ სანამ ამ დარბაზების საკითხი გადაწყდება რომელიც ჭიანურდება ან ზებასო მეგობრებო ამზე არაერთ გადაცემა შემოგთავაზეთ განსაკუთრებით საუბარია თბილისის საგალბურთო მექაზე აქვს ეხა ბადონოგიამ ქუთაისის პრობლემა ბზანა რა თქმა უნდა მამაქალაქის სამჭედლო ეხა მსოფლიო გალბურთის ისტორიაში ქალაქი რომელსაც გაზარდა ამდენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ასეთ მდგომარეობაში თბილისში ვერის ბაღის ბავშვს ვერის ბაღის საგალბურთო დარბაზი იყო მექა ხო ასე ჩვენი დედაქალაქის გალბურთის დღემდე ეს საკითხი ჰაერში გამოკეტილი რაღაც ბიუროკრატიულ იმაში და ბატონიგიას არ იყოს ხა დრო მიდის დრო არ ითმეს თაობები ენაცვლებიან ერთმანეთს ეს არ არის მაბადით კიდე ერთხელ ვამბობ სპორტი ხალხო რაღაც სამშენებლო კომპანია რომ შენებლობა გააჩერო და მე თვითონ რატო გავუსვი ხაზი მე ბატონგიას ეპოქას გაჩერდა თაობა და 20 წელი თაობა არ წარმოვიდა თქვენ ხონებული გელადარსაძე კიდე უკვე ნიკოლე ცალიბერგიდი გავა იმ უმძიმესტრავს ფაქტიურად 2-3 კაცზე გადადიოდა მთელი ტვირთი რომ მაშინ უნდა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და სახე შეინარჩუნა და ქართული გალბურთი გადარჩა ბატონი ეს იყო თქვენი ლომისწილი და უდიდესი დამსახურება და ეხა ამას რატო უსვავ ხას ჩვენ თუ ამ დინამიკიდან ამოვარდი და შეიძლება კატასტროფულად დამთავრდეს ხო აი რა ვქნათ ბატონოგია თავდება ვარჯიში შემოდის ახალი გუნდი პერსპექტიული ბავშვი ეს ეგრეთ წოდებული ხელი რომ არ გაუბოჭდეს სად გაისწორო სამიზნე სად ივარჯიშოს
არ ვიცი როგორ გითხრათ ყოველი ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ჩვენ რჩებოდით და საათი 1 საათი გქონდა იმის ჩვენი იყო სუდარბაზი და დიდი გუნდი იყო და ეხა უკვე აღარ არის ეს მე მახსოვს თქვენს 64 ყორშნას აღუწევთ თითო ახო წარმოგიდგენიათ ეხა 1 საათი და საათნახევარი მაინც ჭირდება და ამიტომ ინფრასტრუქტურა პირველ რიგში და შემდეგ აი ინფრასტრუქტურის მოვლის მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ ქვეყანამ სამინისტრო იქნება მთავრობამ რომ აი ვინ გადაიხდის ამ ამხელა დარბაზების და ამხელა კომუნალურ ხარჯებს ამას ვერავინ ვერ გადაიხდის ფედერაცია მიხადა რა გამოდის ბატონოგია ის ბიუჯეტი რითი შეიძლება ვიღაცა რომელიღაც მაღალ ჩინოსანმა სამინისტრო იქნება და კიდევ უფრო დიდი უწყება თავი მოიწონოს რა გამოდის რომ იმპულს რასაც მოგცემენ ის თუ უკან დააბრუნე რა თქმა უნდა იგივე ასე დააბრუნე მაშინ რა რომელ განვითარებაზე უკან ბრუნდება და მეორე უბედურება ის არის რომ ამ ფედერაცია და თავისი დარბაზი დღესაც არ იქნა რომ ფედერაციას კონდეს თავისი დარბაზი და ჯანდაბა შეიძლება რაღაც გადაიხადოს მაგრამ აბა და ვიღაც გამოდიან მეც გეტყვით ისე დემაგოგოს მავანი რომ იცით კულტურის საუბარი შეიძლება გითხრას რომ იცით აი ამ დონის სისროეს უტიფარ სისროესაც კი მოკრავთ ხურს ეხა მე შეგნებოდა დარვასაკელე ბარსტარონდეობას დარზგარებს რომ თითქოს ფედერაციას არ სურს იმიტომ რომ ძნელა იმიტომ რომ ზვირად შესანახია რაც აბსურდია გამორიცხული არ სურს კი არა რამდენიმე დარბაზი და მათ შორის განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვამბობ არც ეს არ უნდა იყოს ეხა ეს ეგრეთ წოდებულ ოლიმპიურ სასახლეში და ამის გადმოცემაც უნდა მოხდარიყო, მაგრამ ამის პარალელურად აუცილებელია ვერის ბაღში ჩვენ შევქმნათ ის ავადგინოთ ის ინფრასტრუქტურა, რაც ქართული გალბურთის განვითარებისთვის და მე რეგიონალური ხო პატროგია საკმაოდ რთული მდგომარეობა ისევ ქუთაისს უბრუნდები გას ეხლა ნებისმიერ ქალაქს მოგდეს შემითავ ანაცვალებ თავს, მაგრამ ქუთაისი რო ქართული გალბურთის სამჭედლოა ეს აქსიომაა ხო იმ ქალაქში რო არ იქნა ის ყველაფერი დარბაზების და ამის მხრივ იმიტოა ხო ეხლა ბოლო პერიოდში გვიჭირს ხო აშკარად მე ამის შიში მაგრამ ეს თაობა წავა რა იქნება შემდგომ აი ზუსტად მაგ პრობლემამდე მივდივართ და იგივე პრობლემა არის საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედ გადის უკვე ევროპის სერიაზე და ევროპის ჩემპიონატში თავისი დარბაზი არ აქვს სადივარჯიშოს არ იცის თავისი სპორტი ბაზა არ აქვს აი კალათბურთს არ აქვს სპორტული ბაზა დავანებოთ თავი ბაზას მაგალითად რომელიცაც სადაც შეიძლება ყველა სპორტსმენის მოსამზადებელი იყოს იქ გახსოვთ თქვენ ალბათ შერაში იყო ესეთი სპეციალიზაცია მქონდა ეს მქონდა კარგი აღარა გვაქვს მაგრამ სპორტიდანაც საუბარი მაგას ამ მომენტისთვის ჯერჯერობით ხო მაგრამ კალათბურთს აი მეტი რა უნდა გააკეთოს არ ვიცი ახლა ჩვენ აი კალათბურთის სამყარომ ან თუ სპორტსმენებმა კალათბურთელებმა რომ ვერ დავიმსახურეთ ერთი სპორტული ბაზა კალათბურთმა სადაც ჩამოვლენ ეხლა რო ჩამოდიან ჩვენი სპორტსმენები უცხოეთიდან ცხოვრობენ ქალაქში სასტუმროებში სპორტის სასახლეში თანხას ვიხდით შესულისთვის რა თქმა უნდა პერიოდში ცხოვრება ცოტა არჯდება ერთი თვის განმავლობაში და აი ესეთი ხარჯებზეა ლაპარაკი როცა ბაზის შემთხვევაში შეუძლებლად ბაზიდან ივლიან თამაშზე და სიარულიც იქნება და ყველაფერი მაგრამ ბაზის ღირსიც ვერ გავხდით აი რა გავაკეთოთ და მოდის მე ყველა ესე იგი უკაცრავად გირჩი მიფრინავს ფედერაციისგან ეხლა მე ფედერაციას კი არ ვიცავ ძვირფასო მეგობრებო პირდაპირ გეტყვით საკმაოდ ის საზოგადოება რომელსაც ჯეროდა და ჯერ კიდევ ჯერა ჩვენი პრემიერის რომელიც მხედველობაში მაგ ამ შემთხვევაში ბატონი გიორგი გურიგაშვილი ვინაც სპორტთან ნამდვილად არ გახრავთ ხრალად აქ ძალიან მნიშვნელოვანი ესაკითხი იმიტომ რომ პირდაპირ ეხლა არავინ ყველა ძალიან კარგად წინა პრემიერი უბრალოდ სპორტი არის კი ბატონო გურიგაშვილმა იცის და აქედან გამომდინარე ვერ ჯერჯერობით ვერსერთი თამაშების დანიშნვა ვერ ხერხდება უშუალოდ პირადად პრემიერიშა მაგრამ და დრო მიდის კიდევ ერთხელ ვამბობ დავდივარ წრეზე ვართ ესე იგი საკმაოდ ისეთ ლაბირინთებში ამას ჩვენ არაერთ გადაცემას გავუწყებთ იმიტომ რომ სანამ არ დავძრავთ ამ მაგრამ სანამ ამას დავძრავთ აი რაც ბატონმა გიამ ხო ჩვენო ლეგენდარულმა გავდეთ უკვე არაერთს ეს აღნიშნა ჩვენ თუ დავკარგეთ ეს თაობა და მოხდა სტაგნაცია ან შეჩერება ბატონო შეიძლება კიდე ხო გავსვოდე მე ესე ქალაქურად შაღერობდები ქართული გალბურთი მოსემ 40 წელია და რა ხო? აი ზუსტად იგივე შეიძლება აღვნიშნე და ის ევროპის ჩემპიონატი მე სანატრებელი გავხდი. სახეზე გვაქვს ის პრობლემა რომ ჩვენ ცველებს ეგრეთ წოდებულ ცველებს კალათბურთის კარგახანია უკვე ვერ ვზდით და გვინდა ჩამოვიყვანოთ უცხოეთიდან იმიტომ რომ იმ ცველების აღზრდას საქართველოს იმ ცველებს არავინ არ აღიზრდის კიდე ერთხელ ვიმეორებ უცხოეთში აქ ჩვენთან უნდა შევუწყოთ ყველანაირი პირობა
რომ დღე და ღამე ვარჯიშზე იყვნენ ბიჭები და დარწმუნებული ვარ ჩვენში საქართველოში იმხელა ნიჭია სპორტის და სიყვარული რომ აუცილებლად უკეთესი კალათბურთელი გაიზრდებიან ვიდრე ჩვენ ვიყავით მაგრამ ამისთვის გვინდა ცოტა ხელშეწყობა ამას არ შეიძლება მარტო სპორტის პატარა ვიწრო ფედერაცია ამ საქმეს ვერ გააკეთა რა თქმა უნდა ბანროგი აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აი ერთადერთი ნათელი წერტილი აი ეს პატარა მოთამაშეებთან დაკავშირებით აი არის ეს ბასკონია, რომელსაც ჩვენ გაცემის მეორე ნაწილში აუცილებლად შევეხებით და მეორე ნაწილს დავიწყებთ ძვირფასო მეგობრებო, აი როგორ უნდა გიყვარდეს კალათბურთი, ამის ნათელი მაგალითი იყო სულკურთხეული დუდუ დადიანი, ვისი გარდაცვალებიდან გუშინ 15 წელი შესრულდა. Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ვაგრძელებთ მეგობრებო, ჩვენს ტრადიციულ სპორტულ ტოქ-შოუ Sport Time. მოგლეთ შეგასწრებთ, რომ ჩვენ დღევანდელი განცემის სტუმარი გახლავთ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ბატონი გია სარაძე, ვის სახელთანაც 80-იან წლებში დაკავშირებულია ქართული კალათბურთის, ასე ვთქვათ, აი გადამრჩენი ეპოქა, ეს იყო ურთულესი პერიოდი და მის შემდეგ მოყოლებული ბატონი გიას ასე რომ ვთქვათ, კალათბურთის პულსი და ხელი არაუღია და დღესაც როგორც ჩვენი განცემის პირველ ნაწილში აღნიშნა, აქტიურად მოღვაწეობს საკმაოდ ნაყოფიერად აი სხვა შორის იწყება პირველი ლიგა და აი სუპერლიგა და პირველი ლიგაზე ბატონო თუ კომაგი გამოჩნდება არ იქნება ცუდი ხა უფასო ხო ფედერაცია აი არ სულ დაალხინებული ცხოვრების მიუხედავად მაინც თავის თავზე იღებს არის უფასო დასწრება ხო აი ის სიმბოლური გადასახადს არ არის მაგრამ რაღაცა თაობა ბატონო არ მინდა ხა მე ძალიან მიყვარს ახალგაზრდები მაგრამ აი მასა რაღაც ბიჭო ჯიგარი აკლია ყველა პირობას გიქმნია ბიჭო მოდი რა მოკიდე იგივე მეგობარს ხელი თუ გინდა მეგობარ გოგონას მოკიდე ხელი მოდი და რაღაც ეხლა ჩვენ დროს ხო ახალგაზრდული 80% იყო ახალგაზრდა ხო ეხლა კი ქალაქი გიждდებოდა ეხლა საერთოდ მთელი საქართველო კალათბურთზე მაგრამ მაინც ლიანობაში იყო ახალგაზრდული სახეობა ხო სტუდენტები ძირითადად სულ ახალგაზრდები რეამული ნამდვილი 10,000 კაცი ხო ბილეთი ანშლანგი ბილეთი შოვნა რაღაც ეხლა არ ვიცი რა ჩემთვის პირადად საოცარი აი იმ ეპოქას ბატონოგია აი ფაქტიურად თქვენ ხელში გაიზარდა და თქვენ ერთად მოგიწიათ კიდეს მოღვაწეობა გუშინ შესრულდა გარდაცვალებიდან 15 წელი სულკურთხეული დუდუ დადიანის მე მინდა ძალიან მოკლედ აღვნიშნო რომ დუდუ ძალიან ადრე 30 წლის ასაკში დაამთავრა კალათბურთი შემდგომ იყო კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით იცით რა არის პიროვნულად ახერხებდა საერთოდ იღუპებოდა მაშინ ქართული კალათბურთი რომ არა დუდუს ძალისხმევა აი მოქონდა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით ფული და ამით საკმაოდ მწირი იყო რა თქმა უნდა მიზერული თანხა იყო მაგრამ იმ თანხით სულგმულობდა ქართული კალათბურთი სანამ შემდგომ რა უკვე მე ბესოს ეპოქიდან უკვე არ დაიწყო ნუ სერიოზული წინსვლა მაგრამ აი იმ პერიოდში არ შეიძლება რა არაუგნიშნოთ დუდუს ღვაწლი და დამსახურება ქართული კალათბურთის წინაშე აი როგორ გაიხსენებთ ბატონოგია ამ თავის დროზე მეტად ნიჭიერ და ისეთ არაორდინალურ პიროვნებას. ნამდვილად ძიმე დღე იყო ყველა დუდუს ახლობლისთვის გუშინდელი დღე მაინც რაღაც დამძიმებულად ვიყავი როცა ხშირად მახსენდებოდა დღის განმავლობაში ის ძალიან ცუდი ფაქტი რაც მოხდა რა ვიცი დიდი დანაკარგია არა მარტო საკალათბურთო ოჯახისთვის არამედ საერთოდ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც იცნობდა დუდუს და ვინც იყო დუდუს სამთელი ქალაქი უზომოდ შეყვარებული დუდუ იყო უსაყვარლესი და ძალიან თქმელი ადამიანი ძალიან კარგი ბიჭი ერთი პერიოდი მახსოვს თითქმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი როცა იყო ფაქტიურად ორი კაცი მუშაობდა ფედერაციაში და თვითონ ახერხებდა ყველაფერს მაშინ არ იყო ლანდონეზე სპორტი ახალი დაწყებული ქონდა ფედერაციებს დამოუკიდებლობა და აი 2-3 ადამიანთან ერთად ახერხებდა ხან ბათუმში ჩადიოდა ხან ქუთაისში რო ჩაატარეთ თამაშები ყველასთან შეხვედრები ქონდა ნაკრების შეკრიბა პირველად იქნებოდა ახალგაზრდა ზაზამაც დაწერა ფაჩულიაც პირველად თურქეთიდან აროშვებდნენ და თვითონ თავისი არხებით ჩამოიყვანა მაშინ თურქების გადარეხა თურქები მაშინ გვიყურებდნენ და ფაქტიურად ზაზას მთლიანად საყვანა უნდა თურქებს მაგ მომენტში მოქალაქეები რა თქმა უნდა ეხლა ზაზა მაგას არ გააკეთებდა არასდროს მაგრამ აქედანაც კარგი მხარდაჭერა ქონდა და ამიტომ ეს საქმე არ გამოვიდა და პიონერებად მაგით 2001 წელია საუბარი ძვირფასო მეგობრებო დუდუს გახსენება
ყოველთვის ჩვენ გვერდით არის და ტონიკიერი გალბურტელი რა თქმა უნდა ჩვენ ერთად 7 ტიტულის მფლობელი იყო ერთად თამაშობდით ბოლოს უკვე ვითაში და საქართველოს ნაკრებში ხშირად ერთად ცხოვრობდით ნომერში როცა დავდიოდით და რა ვიცი ძალიან ახლობელი და ძალიან საყვარელი არა ძალიან ძნელია და გვიმზის ვერის ბაღში ეხა ანშლანგი იყო ნუ ეხა არ გადავაჭარბებ მინიმუმ 70% აი ჩვენი მანები გოგონები აი სწორედ დუდუს ანახავა და დუდუს საგულშემატკივრად 2000 კაცი მოდიოდა ბაგერად ნუ 1700 მოდიოდა დუდუს ხარდასაჭერად ნუ საოცრება იყო ხო ეხა რა თქმა უნდა ისაც ხოჯორის ბანრუგი ამკრით თქვენც არ გაგდა ხოჯორის 80-იან წლებში ჩვენი სტუდენტი ულამაზესი გოგონებიც არმია გულშემატკივრების იყო ბანრუგი ბატონო სპორტს ყოველთვის დევს ესე მაგითიც არის ესთეტი თავისი ინტელექტი როგორც ვიზუალური ასევე შინაგანი სილამაზე და მარტო მასახეობა არის და აი ამ მდგომარეობაში და უნდა მოუვაროთ და მივხედოთ მინდა მოუწოდო რა ვიცი რამდენი ხანი უკვე ამას ვსაუბრობთ და მაინც ისევ ერთად გვიძევათ ხო წარმოგიდგენიათ ისე უბრუნდები იმ უდიდეს თას ყველაზე დიდი წარმატება ქართულ სპორტში სათამაშო სახეობებში აქ კალათბურთს მე არ დავიღლები ამის გამეორები და ეს ჩემზე არ არის უნდა იცოდეს რომ ვერანაირი ბაბადია და ეგრეთ წოდებული აი ის თასი ის ხო ის კი არა 100 ეგეთი თასი ვერ გაუტოლდება ევროპის ჩემპიონთა თასს და ეს ხალხი კაცო ვის რაღაცა სულ 2-3 ადამიანი დარჩა ცოცხალი ვის აღარ არის მივაგოთ სათანადო პატივი აქ უკვე ქალაქზეა საუბარია საკრებულოზე საუბარია მერიაზე როგორ შეიძლება დღეს ქალაქში არ იყოს ოტარ გორგიას სახელობის ქუჩა ვინმე შეიძლება რომელიმე ნუ ბევრი ხა ისეთი მომენტებია რა ხა ეს სხვა გადაცემების თემები მაგრამ არ არსებობს ხო მომავალი წარსულის გარეშე ჩვენივე ისტორიას თუ არ ვეცით პატივი შეუძლებელია ხო ამის განვითარება მაგალითებზე უნდა აღიზარდონ ახალგაზრდები და ჩვენ რა მაგალითს ასას დავანახებთ შეხედავენ ის ახალგაზრდებიც რომ აი დარბაზია აქ საშუალება ვარჯიშის აქ ყველასა და მოვა დარბაზში და ივარჯიშებს და ეხლა უკვე ქუჩაშიც აღარ თამაშობენ გარეთ არ გამოდიან ნუ ეხლა ეს სხვა პრობლემებიც არის ამათთან დაკავშირებით არა და ჩვენი ბავშვობის დროს ბანროგი დამეთანხმეთ ხო გახსოვდა რკინის გოლებს რისგან კრავდი და ფარი იყო ჩვენთვის ოცნება ასად იყო ქუჩაში ფარი არა ეხლა გაკეთებულია და არ გამოდიან და ეხლა კაცი შვილი არა ასლაბარ მე ბოლოს ეხლა ან თქვენ ძვირფასო მეგობრებო როდის ნახეთ რომ აი ახალგაზრდები თამაშევეშოთ უბრალოდ ისროდნენ რა კალათში ესე ხო ეს გაბს ეს საგალბო ტერმინით რო თქვა ბურთის ჩაგდებას ამერიკაში სწავლობენ ეზოში იმიტომ რომ მეტი დრო აქვს იქაც ახლა მართალია არის დარბაზები ღია შეხვა სადაც გინდა და ითამაშებ მაგრამ მაინც ქუჩიდან მოდიან უკვე იქ ნასწავლი აქვს ბურთის ჩაგდება და დანარჩენს უკვე მოედანზე და დარბაზებში სწავლობენ დაიებ თაობას ეგა რატო გავიხსენე ჩვენ კიდევ იმიტომ რომ მარტო პატივი მივიღე სულგურთხეულ დუდუს აი ასე უნდა გიყვარდეთ ამის მეათედი მაინც უნდა გიყვარდეთ გალბურთი როგორც დუდუ დადიას უყვარდა სხვანაირად არ გამოვა ეს არის ფანატიზმამდე აყვანილი ოღონდ ფანატიზმი ამ შემთხვევაში კარგი და საუკეთესო და მართებული გაგებით თქმული აი რა შეეძლო ეხა ქართული გალბურთის მესაურებს ქართულ საგალბურთო ოჯახს უკვე გარდაცვალებ დუდუს დაღუპვიდან უმალ იმავე წელს დაიწყო დუდუს მემორიალი და სეზონი იწყება ჩვენში უკვე დაასრულა ხო ბაზრგია მემორიალი 15 გათამაშება იყო ამავდროულად ცნობილმა მოქანდაკემ ლევან ვარდოსანიძემ ჩინებული ქანდაკება შექმნა სადაც დუდუ არის გამოწყობილი გალბურთელის ფორმაში და თავისი საყვარელი სათამაშო 13 ნომერი ჰქონდა სულ აღებული თავის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომ აი დუდუს სპორტული ჯილდოები გადაეცა დადიანების სასახლე მუზეუმს ნუ ეს ძალიან ისეთია რა ასე ისტორიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწის ცნობილი პიროვნების ნიკო დადიანის შთამომავალი ნუ საერთოდ ეხლა დადიანები ხო ისეთ თემაა და ეხლა დუდუს კიდე აი ამ ხრივ მართლა ცალკე ხაზი და როლი ეკავა და უკავია კიდეც უბრალოდ აი რაც ბადონვაგია მძანა და მეც ვერთები რომ მაქსიმალურად ბიჭო ჩავერთოთ ვესადოთ გავაკეთოთ ვიბრძოლოთ ვიღვაწოთ კალბურთი და მადლობი კალბურთი არის ჩემი აზრით ეხლა შეიძლება ვიღაცა ვიცით მიკერძოებული სიყვარული დამწამოს და თუნდაც იყოს ასე მაგრამ მიკერძოებული ამ შემთხვევაში ნაკლებად უბრალოდ ეს არის აი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ესთეტიური როგორც ვიზუალური ასევე შინაგანი კულტურა ხო რამდენი აკადემიკოსი რამდენი აღზარდა აი მაბადით კალბურთელი ძვირფასო მეგობრებო აი პირზე დუჟმომდგარი გინახავთ უკაცრავ წერა კითხვა რო არ იცოდეს გინახავთ ქართველი აი შეგიძლიათ რომელიმე მათგანი თან როგორი ბადონოგია ეხა მეორე მხარეც არის დაწყებული თქვენიდან დავიწყებ კი ბადონ და
ჩვენ ამეტანი მოკრძალებული ხალხი ხართ. ესეც არ შეიძლება. არა ხო აი გინახავთ კალათბურთელი უხეშად რო თქვა მაბადიეთ კაჭაობს ყვირის რა ჩიხზე. არა ბატონებო არ მაგრამ ეს მეორე ისიც რა არის? კი მესმის რომ скромность украшает человека угадала сленгистვის ნონიდა დაკოისებენი იცით აქ იმიტომ რომ ესეც მე ისე გუხოხედა იმას გვართმევენ იმას არ გვაძლევენ იმას ეხა აქ რო ყოფილიყო სხვა თუნდაც ის სახეობა რომელიც დღეს პირველ სახეობად ითვლება და აი ეს მიღწევები და ეს შედეგი ქონოდა რას ქართულ კალათბურთს აქ რა დღეს დაატრიალებდა და რას დააწევდა ბადროგია ხო ჩვენ აი ამას გარკვეულწილად მე მის თქმა მინდა რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ვიცით როგორ რა გავაკეთოთ იმისთვის რომ გავზარდოთ კალათბურთელები გვჭირდება ამისთვის ინფრასტრუქტურა გვჭირდება ამისთვის ხელშეწყობა რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ თუ რა არიან მოდი იცით აი თქვენი აზრით დღეს სახელმწიფო რო ჩაერთოს მესმის რომ იმ აზრიდან შორს ვარ ჩვენი არსო დალხინებული ცხოვრებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე რომ ჩვენ შევძლოთ რომ საერთოდ უფასო ანუ მასიურად უფასო ვაქცინოთ კალათბურთი მაგრამ იზრდება ხო ბანოგია ისევ ჩვენ ეხა არ მინდა ეხა იმის მაგრამ ეხა 120 არის მაგალითად ეხა ერთ-ერთი სკოლა ძალიან დიდი არა დიდი თანხა უკვე იქ მასა ვერ არა არის სკოლები მაგალითად ჩვენ ხშირად გქონდა ურთიერთობა საბონისის სკოლასთანაც ლიტვაშიც არსებობს სახელმწიფო სკოლები არსებობს კერძო სკოლები არის არჩევანი ვისაც როგორ უნდა მაგრამ დიდი განსხვავება იმათ ინფრასტრუქტურაში არ არის იქაც ისევია ინტერნეტები არსებობს მაგალითად პატარა ქალაქებში მაგალითად პანევეჟში კლაიპედაში არ ვიცახი მე კაუნასს და მანდა მაიზლივში პანევეჟში არის ინტერნეტი სკოლა ინტერნეტები საკალათბურთო სკოლა ინტერნეტი მაგალითად სადაც არის სკოლა და იმ ფიზკულტურის გაკვეთილზე შედიან ბავშვები და ვარჯიში აქვს ფიზკულტურის გაკვეთილის მაგალითად რადგან არის საკალათბურთო სკოლა ინტერნეტი აი ეს ამის გაკეთება შეიძლება რომ სკოლაც და უკვე დილიდან შეგიძლია ჩართო ბავშვი ვარჯიში როგორც ფიზკულტურის გაკვეთილზე შედიან თქვა 10 საათზე 11-12-ზე და აი ამას ყველაფერს მოიცავს ეს მაგრამ ამას ეს როგორც ადრე განათლების სამინისტრო იყო და იხდიდა ამ თანხებს და როგორც ჩვეულებრივი სკოლა ისე ფუნქციონირებს საჯარო ჩვეულებრივი სკოლა მაგრამ არის საკალათბურთო ახლა ეს სპორტული სკოლები აღარ არსებობს საქართველოში თბილისში რაიონებში არ არის გადასახადი რო გითხრათ მაგრამ არ არის ინფრასტრუქტურა იქიდან და გუჩეს მე სპეციალისტები ახლა სპეციალისტსაც ხო დიდი მნიშვნელობა ბანანოგია ხო გიბატონო ქუთაისში მუშაობენ ეს სხვაგან ახლა არავის შეურაცხყოფა ახლა ჩვენც მე ყველგან თითოეულ როლა გამოსა არ ვთქვი აი ჰიუნდაის გუნდი როცა გავაკეთეთ ჩვენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შევერთდით იმიტომ რომ უნივერსიტეტიც დიდი ისტორია აქვს სპორტული კალათბურთის ისტორია ჯერ ჩვენი უპირველესი უნივერსიტეტია და აი საერთო ძალებით გამოვნახეთ ის საშუალებები რითიცაც შეგვექმნა ეს გუნდი და მე მის ხას მინდა გავუსვა იმას რომ აი განათლება და სპორტს უნდა რაღაცნაირად შევწყოთ ეს განათლება სპორტი და უნივერსიტეტი რა თქმა უნდა ჯერ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ის დახმარება არის და რამდენი რექტორი გაგონილი არ უნდა და მაგრამ ეხლას უკვე შეიცვალა ამ ხრივ კი ბატონო შეცვლილია სიტუაცია არის ისეთი პროექტები შეიძლება განვახორციელოთ სადაც შეიძლება დარბაზის აშენდეს მე თუ წარმატება გვექნება თუ ტერიტორიები ასე თუ ისე აქვს და გვაქვს ასეთი გეგმები თუ მოგვეცემა ამის საშუალება რომ გავაკეთოთ ჩვენი დარბაზის და გულშემატკივარი სტუდენტები იქნება უკვე და ჩვენ აი ამ ხარით წავედით რა რომ ამ როგორც ამერიკაშია სტუდენტებიდან და სტუდენტურიდან იწყება მთელი სპორტი და იქიდან ხდება შეყვარება კალათბურთის და მერე გადმოდიან ამ დიდ სპორტში და ჩვენი სტუდენტობის პერიოდი რო ავიღოთ ხო გახსოვთ ჩვენთან უნივერსიტეტები როგორი ზარზეები სერიოზული უკვე ხო დინამოს მოთამაშეები სხვადასხვა უნივერსიტეტებში განაწილებული ბოლომდე უფლად იღრებოდით იქ სერიოზული მიდგომით ბანოგი არ შეიძლება ისევ არ დაუბრუნდეთ აი ჩვენი განათლების დასკვნის ნაწილში უშუალოდ აი კიდევ ერთხელ ხას უსვა ეს არის მეტაწარმოებული პროექტი ნუ არის ჯერჯერობით საწყის ეტაპზე 5 წლიანი და ვიქონიოთ იმედი რომ ჩვენ გავაღრმავებთ რეალურად და გვაქვს ამის ჩვენი ბასკი მეგობრების და კოლეგების აქტიური მხარდაჭერით საუბარია საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ასევე აი ცნობილ კომპანიას სასკი ბასკონიას რომელიც ამავდროულად ლაბორალი კუჩა კარგად ფუნქციონირებს კალათბურთის კომპანია ევროლიგისა და ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი კოლექტივი გახლავთ წარმატებით თამაშობს ორივე როგორც ევროტურნირზე ასევე საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში უმაღლეს დივიზიონში ერთ-ერთი ფავორიტაგანია იქ დონიკე შენგელია ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ასპარეზობს საკმაოდ წარმატებულად და ის
პროექტის თანახმად უბრალოდ ჩვენ ცალკე მინდა მე ამ პროექტზე აი ესე დეტალურად ვისაუბროთ, ბანოგე მე მინდა თქვენი შთაბეჭდილებები გავაზიაროთ, თქვენ მოგიწიათ უშუალოდ ქალაქ ვიტორიაში, ხო? ქალაქ ვიტორიაში ძანდებოდი და უშუალოდ იხილეთ აი ყოველივე ის თუ რა პირობებია შექმნილი და აი ამის შესახებ ბანოგე გისმენთ. აუცილებლად ზუსტად ერთი წლის უკან ვიყავით ჟურნალისტებთან ერთად ჩასულები იმის სანახავად თუ რა ეხდებოდა, სად უნდა ეცხოვრათ, რა უნდა ეკეთებინათ ბავშვებს, წინასწარ რა თქმა უნდა ვიცოდეთ, ახლა ისე არ წაიყვანს დასასვენებლად ვინმე სპორტსმენს. პირობებია ძალიან კარგი, საცხოვრებელი არის, კვება, სკოლაში ტარება, პირობები შექმნილია რა თქმა უნდა. ჯერჯერობით 5 ბავშვია წასული, ნახოთ შემდეგში იმედია გაგრძელდება ეს პროექტი და იმედია უფრო მეტი ახალგაზრდა წავა ჩვენ და ბასკონიას თვითონ დიდი ტრადიციები აქვს, ბევრი სპორტსმენი აღზრდილი ყავს, ესპანეთია, ერთ-ერთი წამყვანი საკლუბო გუნდია ესპანეთის ჩემპიონატის და მე ახლა არ ვიცი რითი უნდა იყოს ეს. მაგალითად დაპლუით ეს ბავშვები ეს 5 აი უკანახაზელებია. კი, ეს ბავშვებია დიდი სიმაღლით რომ თქვათ არც ერთი არ გამოირჩევა. ერთი გიგიბერი არის, უნდა ის ჩვენი სკოლიდან წასული ბიჭი, შეიძლება ის გადაცდეს თქვათ 2 და 800, 2 და 100. თორემ დანარჩენი ბიჭები არიან უკანახაზელები, რომლებიც უნდა აუცილებლად მათი იმედი გვაქვს და უნდა მოემზადონ. რა ხანი დაყოფენ ბადონოგია თუ უფრო ინფორმაცია. არ ვიცი, ახლა ეს როგორ 5 წლიანი თვითონ იმაცია დამოკიდებული ბავშვებზე რამდენი, მაგალითად ჯერჯერობით 5 წლიანია და ეს ბავშვებს იქედან არავინ არ გამოუშვებს, თქვათ სანამ ასრულასაკს არ მიაღწევენ და მე უკვე თვითონ კლუბი გადაწყვიტავს რა გზა მიუჩინოს ამ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ სკაუტები მუშაობენ, რა დონეზე იქნებიან, რა დონეზე გაზდიან, აი იმის მიხედვით თვითონ გადაწყვიტავენ. უკვე ამას მე უნდა მიემატოს ახალი ბავშვები კიდე, რომლებიც შემდგომ წელს სწავლენ. მე შემდგომს და ალბათ თავის საბოლოო ჯამში ერთი მინიმუმ 20-25 ბავშვმა უნდა მოიყაროს. ეს იქნება მოიყაროს და ხა თქვენ ალბათ ვერ აუქცევთ იმ მომენტს თვალს რომ ხა ჟიოტაჟი მოყვა ამ ფინანსურ მხარეს ამ ბასკონიასთან ურთიერთობის და მართალი გითხრათ მე ახლა მაგი თემა არც ვიცი და ვერც ვერავინ საერთოდ მაგრამ მე ამ ეტაპზე მაინტერესებს რომ ჩემი ბიჭები ჩვენი ბავშვები იყვნენ იქ და ის თანხავს ვის რა უხდის და როგორ არის ეს გაარკვიეს თან მაგალითად ბავშვებზეა საუბარი სწორედ გამიგეთ აქ უბრალოდ გაჩნდა იმის საიშროება რომ არ იყოს ბავშვები იქნებიან აქ აი ეგზანე და ამის და ვის რა ალტერნატიული მე მაინტერესებს რომ იყვნენ იქ ახლა ეს სხვა საკითხია როგორ არის რომ არ ჩამთვალოთ რომ არ მხარი შეიძლება აი უბრალოდ ისეთი კარგაგებით ვამბობ სიამოვნებით დაუთმო მიკროფონს მოგიწვევთ ნებისმიერ კი ბატონო როგორ თუ კი გეკნებათ ალტერნატიული პროექტი ნებისმიერ მათგანს გნებოთ კალბურჯი ან მის მიღმა მოტრიალი ადამიანს ვისაც მიაჩნია რომ აღნიშნული პროექტის ნაცვლად არსებობს ალტერნატივა რომ ჩვენ ამაზე ვთქვათ უარი და სად და როგორ უნდა გაზარდოთ ბავშვი და როგორ უნდა მიაღწიოთ დაოსტატების იმ დონეს რომელიც ეროვნული ნაკრების ნუ აღარ ვლაპარაკობ სხვა ასაკობრივ ნაკრებებზე ეროვნული ნაკრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს კი ბატონო მობზანდით წინააღმდეგ შემთხვევაში მე კიდე ერთხელ ხას ვარ ამ კრემ შეუვალი და პრინციპული და ეს არის პროფესიული მიდგომა რომ არავის არ მივცენ დემაგოგიის უფლებას და შესაბამისად სათანადო პროექტის უკონლობის შემთხვევაში რომ როცა ეს ჩვენ მიშვეულიოთ ბადონოგია ეს სიცხში გენეტიკაში გვაქვს კარგი რაღაცა გამოჩნდება არა აქვს მნიშვნელობა ვიღაცა იბოღმება ვიღაცა შური ვიღაცა ვარძლით ვაგინოთ კი ბატონო არა ანუ არა უბრალოდ არის ის თემა რომ თქვა და ესეთი თანხის სანაცვლოდ შეიძლება ჩვენთან კი ბატონო მეც წეღან ვილაპარაკებ ჩვენ რომ ჩვენ არა გვაქვს ჯერ აქ ის პირობა შემიქმენი აქ პირობა და მე არ გაუშვებ არავის არსად მაგრამ ის იმაშიც არის მაგრამ ვერ ვაკეთებთ აქ ჩვენ ამ საქმეს იმიტომ რომ არა გვაქვს ის პირობები რაც არის იქ პირიქით ბადონოგია მე მინდა ისევ ხელისუფლებას თხოვო და მოუწოდო რომ ბოლო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბასკები აბსოლუტურად ასრულებენ ყველა პირობას მაგრამ შეიქმნა ერთი პრობლემა აი თქვენ ბრძანეთ სკაუტებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა რომ ასაკს როცა მიარწევენ ასაკს და ბიჭები რომ დასაქმდნენ უშუალოდ ესპანეთში და ბასკონიას აქ იმის შესაძლებლობა რომ გადაანაწილოს ბიჭები და ბიჭებს სათანადო სათამაშო პრაქტიკა მიეცათ ამის ინტერესებში
თავი ინტერესებშია სათანადო სათამაშო პრაქტიკის მიღება. აი აქ არის ძაღლისთავი დამარხული, რომ გვჭირდება ხელისუფლების ჩარევა, რათა თხოვოს ესპანელ კოლეგებს, ეხლა ბოლო-ბოლოს სხვა არის ხო სამთავრობო დონეზე, როცა მიმართავ თხოვნით, რომ მისცენ ბიჭებს სამუშაო ვიზა. აი პირიქით, იქით გვინდა დახმარება და არათუ აი ზუსტად მათ მინდოდა თუ გვაქვს რომ იმისი რომ თქვათ ძალიან გართულებულია ესპანეთში სამუშაო ვიზის მიღება. არ ვიცი, ჯერ თურქეთში უნდა ჩახვიდე, სტამბულშია ეს საელჩო. წარმოიდგინეთ, ახლა იქ ერთ საბუთს მოგთხოვენ და უნდა ელოდო, რამდენი ხანი უნდა გაჩერდე, თქვათ იქ რომ გამოგიგზავნონ სანამ გააკეთებენ და აი ორი ერთ და იგივე საბუთებით შედის ბავშვი და ერთს უშვებენ, მეორეს არ უშვენ, არ ვიცი, იქ ხდება რაღაც საშინელება და აი ესეთ სიტუაციებში აი ეს საკითხები არის დასალაგებელი ყველაფერი და მეგრე უკვე თუ არა ბავშვები ეხლა ღან ჩამოდიან, მაინც გაწოლებულები არიან და ხშირად უწევთ უკან ჩამოსვლა, ისევ თავიდან საელჩოში გასვლა სტამბულში, ამ საქართველოში მაინც და ეს ყველაფერი უკვე სერიოზული პრობლემა, რა თქმა უნდა, ზოგი აქეთ არის ბავშვი, ზოგი იქეთ და ასე. აი გვინდოდა ზურბასო მეგობრო რაღაცა თბილი, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიური კი არა, ყოველწუთიერი და წამიერი პრობლემები, რომლის გადაჭრა და გადაწყვეტა უნდა დაიწყოს. ჩვენ რა თქმა უნდა შორს ვართ იმაზე, არა ვიზადი გოლუმყურება შეიძლება ერთ დღეში და ერთ კვირაში მოგვარდა. პროცესი უნდა დაიწყოს, და ეს პროცესი არ ჩანს, ეს არის უბედურება. და კიდევ ერთხელ მინდა ბატონ გიორგის პირადად მიმართო, რომ როცა ბატონ გიორგი ესე აქტიურად გიჭერდით, მხარს გიჭერდა და აქ იყო ერთ-ერთი თქვენი და მე მინდა გაგახსენოთ თქვენი სიტყვები ქართულ სპორტთან და მით უფრო ქართულ გაალბურთთან დაკავშირებით. ასე რომ ველით სათანადო და როგორც გიყვართ ეს ფრაზა ადეკვატურ ნაბიჯებს. მე ბატონო გიო მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და წარმატებები გისურვოთ. მადლობა, პირიქით. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.